აი Toyota 250-იც. აქ არის რაღაც სასიჯიბრო პატარა მონაკვეთები. მანდ რა უნდა? მანდ რა უნდა და რიციათან ნახე. ძველი ინტერვიუ ყოფილ Nissan-ისთან. ნახე როგორი Toyota იყიდა. ესეც Land Cruiser 300. ნახე ნიკო 300-იც მოვიდა. განიერია, მაინტერესებს ძალიან. დავიწყოთ! მოგესალმებით ჩვენო გამომწერებო, მაყურებლებო. ყველას პირველ რიგში უხდით მადლობას არხის გამოწერისთვის, ყურებისთვის, კომენტარებისთვის და აქვე ვთხოვთ, რომ კიდე ერთხელ გამოიწეროთ არხი, რომ სულ აი ასეთი საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ. უფრო დაგვიძახო. ხო, ესეთ ღონისძიებებზე. დღეს ვიმყოფებით ლილო არენას მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბოლო შეჯიბრი ჩატარდა საქართველოს ოფროად ჩემპიონატისა და არის მეორე ადგილი ავიღე. Toyota ცენტრი თეგეტას ღონისძიება და არის test drive 3 მათი ფლაგმანი ახალი მოდელის Land Cruiser 300-ის, Land Cruiser 250-ის და აკო Hilux-ის. ჩენია ეგიცი რა. ჩვენ ვარ წარმოადგენლები აქ რომ გავტესტოთ მანქანები აღნიშნულ მონაკვეთზე არის სპეციალური ტრასა გაკეთებული სადაც უნდა გავიაროთ ჩვენი საბეჭდილებები აღუწეროთ და მოგიყვეთ თქვენ და მე იმედი გვაქვს რომ შემდგომში უკვე ტესტ დრაივზე უშუალოდ დიდი ტესტ დრაივის შესწრად გადმოგცემენ ჩვენ ამ მანქანებს ასპარეს დაგვithმობენ და ამის შემდეგ არის შეჯიბრი ხო არის შეჯიბრი სადაც უკვე ჩვენი მანქანით ვიღებთ მონაწილეობას სხვა რა შეიძლება ითქვას საკმაოდ კარგი გარემოა ჩვენ ვეცდებით დაუძახოთ მარიამს და მისგან გავიგოთ უფრო უშუალოდ რა ღონისძიება არის Toyota ცენტრი თეგეტას დირექტორს დიახ და მარიამი გვეტყვის რამდენიმე სიტყვით რა ხდება და როგორ ხდება როგორც ეს სტენდია მარიამი ახლა გვეტყვის დეტალურად თუ რა ხდება რა ღონისძიება რატო გადაწყვიტეს რომ გაიკეთებინათ და უფრო მეტ დეტალს გვეტყვის ამ ღონისძიების შესახებ აუცილებლად გამარჯობა პირველ რიგში მადლობა მობრძანებისთვის და სტუმრობისთვის ჩვენ ამ ღონისძიების დაგეგმვის დროს ბევრი ვარიანტი გქონდა როგორ გაგვაკეთებინა და რა უნდა გაგვაკეთებინა, მაგრამ საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ, რომ რადგან ძირითადი აქცენტი მაინც პრადოზე გავაკეთეთ, რომ რადგან ახალი მოდელია და რეალურად შეიცვალა ცოტათი მისი სეგმენტი და აქამდე თუ უფრო რაღაცნაირად ქალაქის ჯიპად ასოცირდება და ეხლა ვიზუალურადაც უფრო ოფროუდერი მანქანა არის. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ მომხმარებლებს საშუალება მივცეთ, რომ გატესტონ ადგილზე და რაღაც ცოტა ისეთი უგზოობის პირობებშიც ნახონ რა შეუძლია ამ ავტომობილს, ოღონდ მხოლოდ პრადოზე არ გავაკეთეთ აქცენტი. Land Cruiser 300, Land Cruiser Prado და ასევე Hilux-ი არის, რომელიც გვინდოდა რომ ასევე ჩვენი მომხმარებლებისთვის შესაძლებლობა მიგვეცა თავისი რაღაც შეგრძნებებით გაეტესტათ ყველა მოდელი. როგორც მივხვდი, მომხმარებლისთვის ყველაზე პოპულარული Land Cruiser 250 ახალი Land Prado-ა. შეიძლება უკვე ვთქვათ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით გაიყიდა და ახლობით გამოსვლიდან უკვე 400-მდე ერთეული გავყიდა. ქალაქში უკვე შეინიშნება. მე რა შემიძლია დავამატო? მე შემიძლია დავამატო რომ მადლობა გადაგიხადოთ რომ მოგიწვიეთ და ძალიან დიდი სიამოვნებით გავტესტავთ პირადად ყველანი ჩვენ სამივე მანქანას, იმიტომ რომ მე მყავს ძველი Prado და ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება ახალი Prado. პატარა ინციდენტი გვაქვს, დრონი შევაჯახეთ ხეს და ეხლა ვეძებთ სად არის ეს დრონი. აქ ხორი არა ვარ, ძიგანო. ვა. ნიკო, მოვიდა მანქანი. ეგრე თელი ჩემი კადრები წაიყოლა. რა დრონს? ნახე, თავები რა დარჩენილი. მარგი მოვიდა და აქედან უნდა ჩასვლა. Matthew, slippery.
სალამი. აი ანანო მიდის. ახალი პრადოთი. ეხლა მაინტერესებს რეები გვაქვს ჩართული ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში ვიწყებთ ეხლა დამადაბლებელი გადაცემა. ხო, ეს კი ბატონო. ნეიტრალი გვინდა? განეიტრალი მანქანა? განეიტრალოთ. და დამადაბლებელი გადაცემა. კი ბატონო. ცენტრალური ხიდის ცენტრალური ბლოკები არ გჭირდება ამ შემთხვევაში. მე ჩვენებია, ხო? ჩვენ არ ვეუბნებიან არაფერს. აი, ჩანდი. წავედით? გადმოიტანეთ ეში და ნეანეო წადიები აკაკი გიგან. მიდი. აბა, წავედით. არა, ხო უნდა ვიცოდე რას ვტესტავ. პირველი შეგრძნება რაც არის აი დაძვრის მომენტიდან არის ძალიან სტუბუქად მომყვება მანქანა. ეხლა ტერმინოლოგიაზე ნუ გამომეკიდებით, არ ვიცი როგორ შეიძლება რომ ის გავაკეთო. ახსენო სწორი რა არის, მაგრამ აი ძალიან სტუბუქად მომყვება მანქანა, საჭი არის ძალიან რბილი. იქით ამყანა. და თავი ჯერჯერობით მართვის ეს ძალიან სასიამოვნო არის. განსხვავებით გიორგის რა მანქანების ყოლია, მე იქ იმასთან შედარებით ვაფასებ. სწორი საჭით, აი იქ არის ქვა ამას უნდა ავარიდოთ, რაც თავარია. ხო, სწორი საჭით გავუშვი, არ არის პრობლემა. არაფერი არ მოხდება. კი, მე გეტყვი ყველაფერს. გავცეთ ოდნავ ქვას, დავიწყოთ მარჯვნივ აღება და ნახეთ დინარის კალაპოტით. უნდა აი იმ Toyota-s დროშას უნდა დავარტყა წრე, წამოვიდეთ მე აღმართისკენ. კამერაც დაიხმარე, 360-იანი ხედვა, ანუ ეს off-road-ისთვის ძალიან კარგი ნამდვილად. ძალიან სასიამოვნო სამართავია და გიორგი, რო გითხრა რომ მინდა თქო ეს მანქანა მიყიდი? აუ მარცხა როგორ რბილი არის, იცი? არა, აი ძალიან აიღე და აიწყე ანანო. მართლა კომფორტი. არის first edition-ი არის ეს ვთქვათ, მრგვალი ფარებით რაც მოდის, ანანო ნახე, აი აქედან დაიწყე, აი აქ არა, მარცხინიდან შევიდე. ერთ-ერთი ყველაზე მაქსიმალური და ლიმიტირებული კომპლექტაცია. ყველაფერი გვაქვს საერთოდ, ნუ აქ ესეთი გვაქვს დამატებით off-road-ში რაც გვაინტერესებს. სტაბილიზატორის, ანუ ეგრეთ წოდებული ჟარგონიდან ხო სუხოი ამორტიზატორის ჩახსნის ფუნქციას აგვემატა. უკანა ბლოკირება, ცენტრალური ბლოკირება, ცოცვის კონტროლი, საავადლების გათბობა, გაგრილება, ესე ვთქვათ, საჭის გათბობა, ყველაფერი გვაქვს საერთოდ რა ფუნქციაში. ტყავის ხარისხიც განსაკუთრებული და მაღალია ამ კომპლექტაციაში. აი გადადი და აქ გამოვიყვანოთ ცოცვის კონტროლი. ახლა ჩვენ დემონსტრაცია გავუკეთოთ ცოცვის კონტროლს. ანანო ნახე, შენ უბრალოდ ტრაექტორია მეცი, აქედან გვერდზე ავარე, ამაში რო არ ჩავიდე. ეს შუაში უნდა გავიჭირო ნახავ. ან გვერდი ავარე მაქსიმალურ ლენტისკემით და წადი უკვე. შენი ჩართულობა რეალურად მხოლოდ საჭის ტრიალს ჭირდება ეხა მანქანას. იქ მარცხინიდან დაიწყე და აიღე ნელ-ნელა მაქსიმალურად მიუწიე იქით ხარეს. კიდე მარცხნი. გაზი აღარ გინანო საერთოდ, არც ტორმოზი, არაფერი, თავისით ძალიან ესე შვიდა წნარა. ვიღებ ანუ იმიდან საერთოდ ტრაქტორია მეცე უბრალოდ საჭით ავტომობილს. მეტი არაფერი არ ჭირდება ჩვენი ჩართულობა. ანუ არაფერს არ ვაჭერ ხო? აღებული მაქვს საერთოდ. ეხლა ჩაგითე მაქსიმალურ სიჩქარეზე ცოცვის კონტროლი და შევანელოთ თუ გინდან არ შევანელოთ, ჩამოსვლაზე გამოვიყენოთ ჩენელება. აი აქ ცოტა მარცხენა მხარეს ანანო, მარცხენა რომ აი ეს არ ჩავარდეთ, არც იქ ზემოთ ავიდეთ. ეხლა მარჯვნივ წამოიღე უცებ. ისევ მარჯვნივ ცოტა. იქ იმას გადაუვაროთ. აი diagonal section-ს იდეალურად იმუშავა და გვიანება აღარ აქვს წინათაობებთან შედარებით. ეხლა მოვდივართ მარჯვნივ და თან ეს იმ პირობებში, როდესაც ფეხი საერთოდ არ მიდგას პედალზე. ეხლა გამოიყენეთ, მე უკუსლით მიდი და დავეშვა, აი უკუსლით მიდი გამოვატაროთ ავტომობილი, შემდგომ გაასწორე და მიდი უკუსლით და მე ჩავეშვებით ისევ. კამერა გამოიყენე. ძალიან კარგი კამერა აქვს სხვათა შორის. კი, ხედვის ხარისხით ძალიან ისეთი კარგი არის ნამდვილად. ისევ შორი ტრაექტორიით აიღე რო აქ ხო გახსოვს ჩახრამული გვაქვს ცოტა შორი ტრაექტორიით. აიღე ნელ-ნელა აიღე. იქით მხარე შეუწორე ლენტისკენ მიუწიე ცხვირი მაქსიმალურად და მანქანაც იქით მიწიე. თამამად. მოხუცი საერთოდ არ გინდა ანანო. არა. მე მეშინია მაინც. არა, ენდე, მე ვარ პასუხისმგებელი, მეც მანქანაში ზივარ. ბევრჯერ ავიარე უკვე ეს გზა და დარწმუნებული. ან წინ მარგე მიდგას და არა. გაასწორე საჭე.
თვითონ მიაქ არა მე ფეხები ან აღებული მაქვს ყველაფერი საინტერესოა ისე მე 300-თან შედარებით არის აქ ისევ ჩემი საბურავი ნახე აი ამით დაუმიზნე ეს არის საბურავის ტრაექტორია აი იმას რომ ნახე სხვათა შორის ნიკუნა შენ მანქანისგან და ტოიოტასგან განსხვავებით რაც აი აღმართზე რო ამოდიოდით აი სატეშერასტორიანანო მეფარებოდა ცის ხედვაში ამას არა აქვს ესეთი ეხა აგიჩქარებ კაპოტი ეგრეთ აგიჩქარებ მანქანას თავისით ჩავა შავი ბრატო გამოგდევი ანუ ძღოლი უბრალოდ ზიეს დანარჩენად მანქანა აკეთებს ყველაფერს ოღონდ მართლა ძალიან სასიამოვნოა საჭეც გაზთანაც რაღაც კი მითხარი არ დადგა გასფეხიო მაგრამ მაინტერესებდა და საკმაოდ გრძნობიარე იყო სადმე დამადგმებით გასფეხი მაინტერესებდა როგორ მოგეწონა? ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ძალიან კომფორტული არის, საჭეგი და მართვის ისკინა შეგრძნები არის ძალიან მსუბუქი და აი რაღაცა ღიღინით ატარებ მანქანას რა, განსხვავებული ლად მარკეს, მე ხო მარკეს მანქანებზე ვარ ძირითადად. ხო, მარკეს მანქანას ჯობია. მიყიდოს უთხარი. ესეთი? ხო. ეხლა უკვე შემოგთავაზებთ ცოტათი განსხვავებული ხედვით, ხო? მეც ესე ვარ ჩაჭედილი. ანუ და პირველ რიგში ყველა მინდა დავაფრთხილო. მანქანაზე ვისაუბროთ აღარ. აუცილებლად ანუ ღვედი უსაფრთხოების ყველამ გაითვალისწინეთ ხოლმე და გაიგეთეთ, იმიტომ რომ ესეთ გზაზე არავის არ იცით რა ხდება. ეხლა ვისაუბროთ მანქანაზე. აქ არ ვიცი რეები გააქტიურეთ ჩემამდე, მე რომ მოვედი ესე დამხვდა ეს ყველაფერი. შენ თვითონ ყველაფერი. ბაზა მოკლედ გაიზარდა. რეალურად ეს მანქანა არის Land Cruiser 300-ის ბაზაზე, ანუ თვლებს შორის დაშორება წინ და უკან არის ზუსტად იგივე როგორც არის 300-ზე, უბრალოდ ზევიდან ეგრეთ წოდებული კუზაო ტერმინი ახლა უნდა გამოვიყენო, მომიტევეთ. არის შედარებით პატარა დადგმული და ამის ხარჯზე უფრო წონა და გაბარიტები შედარებით პატარა აქვს. რაც შეეხება აგრეგატებს, აგრეგატების მხრივ, ნუ გადაცემეთო კოლოფი რო შეიცვალა და ძრავი რო შეიცვალა, იქ ვიცით უკვე ამ კონკრეტულ მოდელში ახლა მე როგორც ხვდები, დიზელი ეს ნამდვილად არაა, იმიტომ რომ არანაირი ხმა არ აქვს ძრავს. აღნიშნული მანქანა არის 2 და 4 ტურბირებული ძრავით და მათ შორის გადაცემათო კოლოფიც არის 8-იანი, უკვე განსხვავებით ძველი პრადოებისგან. ჩემთან საერთოდ 5-იანი გადაცემათა კოლოფია, მაგრამ ახალ მოდელებში, ანუ ბოლო წლების პრადოებში 6-იანი გადაცემათა კოლოფები იყო. ეხლა რა შემიძლია თქვა, ასევე ცალსახად შეცვლილი არის საჭის მექანიზმი, იმიტომ რომ მოაწექიო, ანელაო ხანჩქარაო, მოაწვეთ ამე რა. თორე მე შემაქანი შეჯიბზე რომ გამოვარ მივაწვევი. ხო, სხვათა შორის იმედო, კარგად იწევს. საჭის მექანიზმზე ვიძახი რომ აშკარად შეცვლილი არის, ანუ ელექტრო საჭია ხო, მე მგონი, იმიტომ რომ აღარა ჰიდრაულიკაზე, იმიტომ რომ ძალიან მაგის ხარჯზე დარტყმებით სავარაუდოდ საჭეზე ნაკლები. აი, რა ვიცი, ძალიან რბილია, ძალიან. მაგრამ საინტერესო იყო ეხა ტურბირებული ძრავი, თან 4 ცილინდრიანი, 2 და 4, ანუ აი შეგრძნების დონეზე. ბიჭო, ხო, აი შეგრძნების დონეზე საინტერესო ისაა, რომ ანუ ძალიან კარგად გრძნობს გაზს. აი JX-ებს რო აქვს, Shen Forerunners რო აქვს, ეგეთი რაღაც არ ჭირს, აი ეგრევე თან დამადავლებელი გადაცემაში ჩემ პრადოზეც კი რო ვაგდებ ხოლმე, უფრო რაღაცნაირად ეს გაზის პედალი ტრუნქდება და მაგრამ უნდა დააჭირო წავიდეს და ამაზე ეგრე არა. არა ვახსენეთ და უფრო სუბუქია. კი, სუბუქია, მათ შორის რამა გაძლიერებულია და მაგ გაძლიერების მიუხედავად მიაღწიეს იმას, რომ დამსუბუქებულიცაა, ანუ საერთო ჯამში წონა ძალის კიდევ უფრო ნაკლებია, ვიდრე მანამდე იყო. აქედან რო ავიდე შეიძლება. ბიჭო, შეგრძნებების დონეზე, არ ვიცი, ახლა მიღებ თუ არა, მაგრამ მართლა რა შეგრძნებები აქვს? მე ამ მანქანაზე არ მომჯერდა. ეხლა ცენტრალური ხიდის ბლოკი ჩართული გვაქვს? სადაა? აგერა. უკანონს ხო იცი არა? ხო, მაგრამ რა თქვი? ის ჩახსნა წინა სტაბილაიზერი. სხვათა შორის ვიმონაწილევე ესეთით შეჯიბრზე, მაშინ მეხუთე ეტაპზე საქართველოს ჩემპიონის, მაგრამ არ გამომიყენებია და მაგრამ აქ სავარაუდოდ დიდი აზრი ამ რელიეფზე აღმართამდე ალბათ არ ექნება. აქ მე მგონი ხო, დიდი უფრო დიაგონალებზე, სულები სადაც გჭირდება მანქანას, მაგ ადგილებში იქნება უფრო მეტად საჭირო. თუმცა როგორც ფუნქცია, ნუ ახლა ინტერნეტში რასაც გადავხედე, ძალიან კარგად მუშაობს და საკმაოდ უზრდის წინა მხარეს სულებს და კარგი დამატებაა. ერთადერთი რაც შეიძლება მინუსი იყოს, არ ვიცი, დიდი მოხმარების, დიდი ხანგრძლივი მოხმარების პერიოდით შეიძლება რა პრობლემები დაეწყოს, მაგრამ Toyota-ს ეგ არ ჩვევია ხოლმე, კი იცით თქვენ ხა? Ну, მაგალითად Wrangler-ებზე, Rubicon-ებზე ცნობილია, რომ ეს კი აქ მექანიკურზე გადაყვა. გაჩართვა, მაგრამ მექანიკურზე გადაიმტო, რომ ავტომატი მე ეს თვითონ ეს მოტორჩიკი ეგრეთ წოდებული ძრავა რა თიშავს ახლა ის ფუჭდება ხოლმე და მაგით.
არის საშუალება და შეგვიძლია ჩავირთოთ სიდენის გაგრილებები, იმიტომ რომ არის საშუალება და რატომაც არა. ჩემი პირადი განმსახედიდან მე ინტერიერი მომწონს. მათ შორის მომწონს ეს შავი ჭერი რო გააკეთეს. შავი არ ვარ ხო? კიდე კაი. ეს სხვა შორის ძალიან კაი ფუნქცია, ანანომაც აღნიშნა. ну 360 კამერები რო კაია და კარგი კამერები რო კაია, ეხლა მაგას მე ვერ მომასწავლის, იმიტომ რომ ჩემთან რაღაცა უბედურება დგას. ერთადერთი რასაც აი ნამდვილად ვერ ვიგებ და ვერ ვხვდები რა მოუვიდათ რო ეგრე გააკეთე. აი ეს აქ რატო არის მართლა უნდა თქვა აკაკი ბოდიში მაპატი. აი ეს არის მაგნიტოფონის ხმის აწევა დაწერა. აი აქ ესე სადღაც ეს კნოპკა მორჩათ და საათო და ის მე სურათს დავდებ რა ეს ლაწრო შავს კოს რო აკრავე ხოლმე ხო იცი დაქტეებს ეგრე მიაგდეს ეგრევე მან მიალატეს. საჭეზე სადაა აქ ისე ხმის აწევა? საჭეზე აქ? აი აქ. ესე არის ხმის აწევა და. ну სავარაუდოდ რაღაც ერთი იმას პოულობ გამართლებას გზავრმა უფრო კარგად რო გამძღოლ იქიდან იყენებს ეს მგზავრისთვის ხო განყოფილი. მაინც ადამიანი პროფესიონალი როა რამდენს ნიშნავს ყველა რთული მდგომარეობიდან გამოსასვლელი იყო. JBL-ის აუდიო სისტემა გვაქვს ისე. კი, აუდიო სისტემა გვაქვს და მათ შორის ეხლა აქ ჩვენ არ გვაქვს მაგის საშუალება. იმედი მაქვს რომ მოგოცევა ამ მანქანის სრული ტესტ-დრაივის ჩაწერის საშუალება და გეტყვით რომ მაჩვენებასთან დაფაზე შეგიძლია დააკონფიგურო რაღაცეები და შენ გემოზე დაიყენო ყველაფერი გამოიტანო პროფილს იქნი რომელსაც იმახსოვრებს და მათ შორის აქაც და აქაც უკვე შენი პროფილის მიხედვით რო დაჯდები შეგიძლია შენი პროფილი ჩაატვირთვინო ან ტელეფონით რო დაკონექტება პირდაპირ რომელი ტელეფონით რომელ პროფილზეც გაქვს მიმული იმას დაუკონექტება და მოკლედ ამის დაკონფიგურების საშუალება კარგად არის რაც რა ვიცი ხა ბევრისთვის კაია ალბათ მე მესიამუნა მოდი გასაღებით გვანახეთ რადოა რა გასაღები პრადოა მეტი რა გინათ არ ვიცი ჩემი ძველის გასაღები აქვს ხო, ერგონომიურობაზე რო ვილაპარაკოთ, ეს კარგი ჭიქის ჩასადებებია, აქ ტელეფონის დასტების სივრცეა თან დასატენი, აქეთ კიდევ არის გვერდებში ჩასადებები არის, ну მოკლედ, ანუ ერგონომიურობიდან გამომდინარე, საკმაოდ ისეთია. დიდი საცობი შეიძლება. კარგი მოთხოვნა Toyota Test Drive-ზე დღეს. ძალიან გახარებულები ვართ ამ ყველაფრით. ძალიან ბევრი ადამიანია ნამდვილად და ეს ხარი, აქ არის უბრალოდ პლასმასი, ეს არ ვიცი რატო ეგრე, აქ head-up display მქონია. რომელსაც კი უყურებდი და ვერ მივხვდი რა იყო, მაგრამ ჩვენ ცოტა დაბალი რანგის მანქანებიდან გადმოვჯექით აქ და ეხლა კაი გაშლა უნდა იყოს წესით. კი. აი. ნახე როგორი ის. ნახე როგორი აგრესიული ტრაქშენი აქვს, ბიჭო, ეგრევე დახუსხო და გვაგდები. აქ შენ გადაწყვიტე ხა რომელი სისტემა როგორ ჩამოხვალ? ხო, აქ მე ამას არ გამოვიყენებ old style-ზე. ანანომ გამოიყენე. მე წავალ old style-ზე. ძველი ყაიდის ხალხი. ძველი ყაიდის. ამ ცენტრალური ხიდის მოკიდებას არ ურთავთ? შენი სურვილით როგორც გინდა? მე ჩავთავდი მანდა იყოს. ვსადოთ ისე მოდი. ხო, მაგრამ ტრექშენი მაინც აქტიურია. კი, მოდი მაინც ვსადოთ ეს. მოწვალოთ. ახლა არ ჩავაგდებ ამ რაღაცეებში რომ ხანდა. არ მოვსპოთ ვეცდები რომ ისე მოვიდე. ანუ ეხა არ გვაქვს არაფერი ჩართული. მივდივართ ჩვეულებრივ რეჟიმში. ხოროდ დამადაბლებელი გადაცემა რო იცოდეთ. გადაცემით ხო. სტანდარტულად არაფერს არ მოშორდება. საკმაოდ აგრესიულად არის. საკმაოდ, ანუ იმას მოწვევდი რა, response, ეგრეთ წოდებულ რეაქციას გაზის ღილაკით პედალი, რა ქვია, არ ვიცი მოკლედ. ეს მანქანა არ გამომიჩინოთ უბრალოდ რა. მაგათებში. სამსახურშია ალბათ. აი აკაკი სად გადმოჯდა იზიარა ჭეშმარიტებას. ეს ისაა, ხო შეიძლება კაცი შე რო იძახდი. აბა ჩემი არისო. უკესია. დაიწყიე? მაგიტო ვიძახდი, არ გამოვაჭინოთ. მილოსო. ანუ დიდი ხანი არ დარჩი მომხაროთ. ხო, ანუ ვერ გავძე. აი, რა გვშეგვიძლია ვთქვა აღმართი ამოსვლაზე. მე პირადად მაინტერესებდა როგორ იგრძნობოდა გაზი მანქანაში და მაგიტომ მივაგაზე ოდნავ და ცოტა ჩქარა წამოვედი და საკმაოდ კარგად იგრძნობა. რა დანაკლისი ჰქონდა ხოლმე სხვა მანქანებზე, ეგ დანაკლისი ამ მანქანაზე არ მაქვს. ხო, ზოგადად ეხა ასე მოკლე პერიოდში დასკვნის გაკეთება გაგვიჭირდება, რაღაც ცოტა დიდი ხანი გვინდა რომ კარგად გავტესოთ ყველაფერზე, მაგრამ პირველი საბეჭდილებები ჩემზე კარგი დატოვა. ნიკოლაუ შენზე. ხო, პირველი დადებითი საბეჭდილებებია. მათ შორის აქ ცოტა ისე რომ წამოვედი ჯაგაჯუგით. არაფრის ხმა არ გავიგია, რაც Toyota-ში ხოლმე ხოლმე და ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუს Toyota-ს ეგა განსხვავებით სხვადასხვა ბრენდებისგან. ეხლა არ ვიტყვი რა ბრენდებს ვერ გადამივლიან და ხან Fit-ის ფანები გადავიყიდე, ხან Subaru-ს ფანები გადავიყიდე, ხან რა ვიცი, ყველას ფანები მე გადავიყიდე და სამაგიეროდ Toyota-მ ხოდა მიძახა test drive-ზე. ანუ გადაკიდება თუნდაც არ ჩაულია, რაღაცაში გამომადგა რა. ჩვენ ხარ გითხეს ამი აკეთე. აი, ახლა მივდივარ. ჩამოვიდეთ და ტურისტის უკან დადგეს. ოკეი. მე ხო ალბათ. ახლა მივდივარ, გადმოვიტანე.
მანუალში, ანუ მექანიკურში, პირველი ჩავაგდე და პირველით ჩავიდეთ, ნახოთ დამადაბლებელ გადაცემაში როგორი გადაცემები აქვს, სიჩქარეს როგორ დაიჭერს. ხო, აი, რა სიჩქარიანზე საინტერესოა წესით არ უნდა გაიქცე ის თუ უნდა გაიქცეს მაინც. გეგექცა, მანქანა გეგექცა. ცოცვის კონტ ეთყობა, ანუ ქრავლიდან გამომდინარე შეიძლება. ესე მიშვებული აქვს უფრო შეიძლება. მიშვებული აქვს, რომ ქრავლი გამოვიყენოთ თუ ეგრე ჩასვლა გვინდა. სავარაუდოდ ჩემი დასკვნა ეგეთი. ხო, ეს არის, რა ქვია, ეს აკაკი დღეს ყავს თუ რამე გაგვიჭირდა შემოშველებაზე არის ეგრევე. ყველაფერს გვაშველებს. ხო, ანუ შემიძლია ვთქვა, შეგრძნების დონეზე ჩემ მანქანაში უფრო დაბალი გადაცემა მაქვს პირველში. უფრო ნელად დადის ჩემი მანქანა პირველი სიჩქარით, ვიდრე ეს ცოტა უფრო მეტად გაიქცა. ნუ დიზელი რო არის შეიძლება ისე, იმიტომ არ ვიცი. ამის დიზელში არ მჯდა რო არის, ამაში პირველად ვძივარ. საინტერესო იქნება დიზელში როგორ არის ეგ. ნიკოლაუსი იღებ? კი. ანუ ეს ყოფილა ცხონება. აი ეს. გაგრილება? სავარცხი. აი ინტერნეტში გავრცელებულია რომ 35-ები მეორად უფრო მარტივად დგება ვიდრე ჩვენ მანქანებზე. აგრეგატების მხრივაც რაღაც ჯერჯერობით დიდი პრობლემები არ წამოსულა, რომ რამე გატეხილი იყოს. შესაბამისად 35-ები საინტერესო იქნებოდა. თან ეს სიმძლავრე 35-ებზე როგორი იქნებოდა, ეგაც საინტერესო იქნებოდა. სიამოვნებით ვიყოლინებდი ამ მანქანას. უარს არ იტყოდი. უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. რა ვიცი, ეს თუ ჩუქება იქნება, პრობლემა არ მაქვს რა. ყველას მიმართა. აგიგრო. აჰა, უღრმესი მადლობა და გავაგრძელებთ სხვა მანქანებით. გაგვექცა ოღონდ. გავაქციეთ კაცი. ისეთები ვილაპარაკეთ Toyota-ზე რომ გავაქციეთ კაცი. აი გენაცვალე, იმიტომ რომ ზუსტად ვიდეოს მაგაში ძახი რომ მე მენდომებოდა თქო რომ არ ჩამერთოთ და ისე შემეცნო. ზუსტად ეგ თქვით ჩვენს ვიდეოში რომ ეხლა ქრაულს არ ჩავრთავთ და პირდაპირ გავალთ როგორც იყო თქო და ვითომ მივაჭიროთ. ზუსტად მაგას ვიძახი და კაი, როგორი იყო მე ას როგორი იყო და ძალიან კაი. ეს არ პირველში დამეტყველებით მართლა ძალიან მოგიწონა. საჭახო ძალიან რბილია, ესეც მანერით მიყვარს ძალიან მანქანა და ძალიან კომფორტული შეიძინი აქვს დასაძლევს. დავაი, დაესიე. გადაცემაში არ შესული კადრები. ხო, ეს არის ჩემი საყვარელი მანქანა. აბა თუ გამოიცნოთ რომელია. ბოლო პერიოდში ძალიან სკუთედ უკანა ხიდთან მიწევს ხოლმე სულ ახლოს ჯდომა. შეხედეთ. მე მაქვს 5 წელი ამ მანქანაში გატარებული. წარმოიდგენდა რომ ამაზე იყო საუბარი. ოღონდ ეს მე მგონი ჭრილი აქვს. ეს სავარაუდოდ შეიძლება ტურბინიანი ვერსია იყოს 4 და 5 litrიანი. მაგრამ ეს არის იდეალური უტილიტარული მანქანა. ნუ ეს ცოტათი უფრო კომფორტულია, იცი რატო? მარტონი და კომფორტი. საჭეს შეხედე უფრო ცივილური საჭე უყენია. სკამებიც ნახე, ცოტათი უფრო ცივილურია რა. და კაპოტზე ჭრილი სავარაუდოდ იმის მაშინებელი რომ ამაში 4.5 litrიანი დიზელის ტურბო დიზელის ძრავა ტიპის ძრავა როგორც მარგეძლება ჰაილუქსზე. და სიგნალ ნიკოლაუსა ისე ვიღებს. აი ჰაილუქსი რატო აქვს, აი. ტოტები და ისინი არის ნატარები. წაღებული, წამოღებული. ჩაყარე რაც გინდა. აბა გვიქარი თან შეგრძნები ვილაპარაკე. რადოს მე მაგარიაც მოატყომ არაფერი არ გვაქვს. გვაქვს მარტო ცენტრალური ხიდის ბლოკირება და დამადაბლების გადაცემა. სხვა არც გვჭირდება. ხო, არც გვჭირდება. არა გვაქვს. აქ უნდა გქონდეს დაქოქვა, მაგრამ არც ეგ არ გვჭირდება. მე კომპლექტაციებით. ნუ უკანა ხიდის ბლოკი გქონია. ცენტრალური ხიდის ბლოკირება კნოპკაზე არ ერთვება ბიჭო, მე დამავიწყდა და ბოდიში. ო, ეს ხისტად ერთვება. ხო, ხისტად ერთვება. როგორც კი დაუბლოკავთ და გადავიკეთე. ეგ არის მარგი, აბა ნახე, 250-ის მერე გამხელა ეს. შენ ხო ესთან გინდოდა სუპი. ხო. პიკაპ მექანიკა. ესე იგი პირველი და უკოსტა მერევა, მაგრამ რაღაცას ვიზავთ. აი. ეგრევე ზადნიში მიდის. ახოთ ერთი 2.4 ტურბო დიზელი როგორ მიდის მექანიკა. უთქვა რომ გაფრინდა თქო. მოვიტყვილები, მაგრამ ოკეი. ხა მეორე ხო აქ უნდა იყოს, აქ არა. არა, აი ეგა. ნახე, რანაირად არის. ლაპარაკე ხარ ბიჭო. ბიჭო, ზადნი. ნუ შავაგდე, აი. აი ეგა. სალაპარაკო.
მამა დიას მანქანა არის მოკლედ და კონკრეტულად რა. ეს პირველია? ბიჭო, ანუ უცნაურად ხალხ. უნდა ვთქვა. არ ვაწვევი. აი აქ ეხა აკვინა ჩვენ დიაგონალს აკიდება. აი აქ. ამას რა ნაკაც ავკიდე. ტრექშენ როგორ არა აქვს. აი ეხა ჩავაგდე პირველ ჩქარეში აი ესე ნაზად სტომებია და მე კიდე ეს მუშათა კლასიდან გადმოვედი და ვარახუნება ყველაფერს და მანქანა არის სინაზე ჭირდება. ეხა წავალ აქ დიაგონალს აიკიდებს, იმიტომ წერანი მყრადა აიკიდა და ტრექშენი დაგვეხმარება. გას არ ვაჭერ. არ დაჭირდა. ნახე? იმ პროდუქტზე მეტი სულები ქონია. ან გძელი როა შეიძლება მაგიტო? ჩემი პირადი გამოცდილები რაც Hilux-თან მაქვს ეს არის რომ ესეთ ნელასიაულის რეჟიმში შეიძლება ძალიან მოგეწონოს, იმიტომ რომ სამართალად მართლა კარგია. Suzuki საჭია, ასე ვთქვათ, მოждარია შენზე მანქანა და საკმაოდ დინამიური ძრავი აქვს და მექანიკური გადაცემათა კოლოფით არის. ესე იგი მივდივართ პირველი სიჩქარით, აქაც ცენტრალური ხიდის მოკიდება ამ შემთხვევაში ჩართული გვაქვს, იმიტომ რომ ავტომატურად იფრთხება როგორც კი წინახით ჩავთავთ. დანარჩენი მეტი არაფერი. და ეხლა მივუყვებით ნელ-ნელა. სხვა შორის ესაც საკმაოდ რბილად რა, ანუ ძალიან არ იგრძნობა ეს უსწორმასწორებები იმის გათვალისწინებით, რომ უკან აქვს მანქანას ეგრეთ წოდებული რესორები. აი აქ ნახე და უკან ახლა ბლოკით უნდა გჭირდება. არ დაჭირდება. არ დაჭირდება. ეს ახლა არ არის დიაგონალი რო დაჭირდება. მათ შორის პირველი საკმაოდ კარგად ეწევა, ასე ვთქვათ. ან თუ ტერმინი იყო, მაგრამ არ უშავს. მერიანი მოხდა ბაგი პოლარისი დასეინოს მოკლედ. აჰა. ავიდა კოც. გადმოვინაცვლეთ ახალ მანქანას. პირველი შეგრძნებები. აქტივი ხوار და დიზელი დამატებულები მოკლედ. ჩოპოლოვა. ზალა აქ თან დამოუკიდებლია ჩართული და ანუ რა აქ ჩართული ეგ მოგვიყევი ახლა მარტო დამოუკიდებელი მაქვს ჩართული ცენტრი გათიშულია აქ მოტრიალდა ჩავთო მაგალითად ცენტრს დაბლოკავ აქ კიდე drive mode რომელიც დამოუკიდებლობაში არ არის გააქტიურებული არ აქტიურდება და ეს MTS არის multi-terrain აქ გადია, ხო? ნუ crowd control-ს არ ჩავთოთ, იმიტომ რომ მუშაობდა დაღმართი ჩამოსვლის დროს გავტესტოთ ამის downhill assist-ი. 200-დან დაძველი პრადოებით, ტოიოტების განსხვავებით აღარ ხმაურობს. კაი, მეტი რეჟიმი მოდი არაფერი არ გვინდა, ისე ნახოთ როგორ რავა. აიჩიე, თუ არ გინდა. აქ ეს არჩევა. მაგ აქ ავტო რეჟიმი როკ აი ქვა მოდი ავშე მარჯვენა მხარე მაქსიმუმ ანა მაგეცინ აქ კაპოტი ხო ნუ აი შეგრძნებით ხო ეს 50-თან შედარებით აქ გაცილებით იმხელა კუზაოა რომ აი დაბლა რა ხდება საერთოდ ვერ აღიქვა მაგრამ ძალიან კომფორტულია ძალიან საკმარისი აქვს. აი ახლა მუშაობს ელექტრონული სისტემა. ხო და ნუ არ ვიცი, გარედან ახლა სულები ყოფნის არ ყოფნის, მაგრამ შეგნიდან მაგის დისკომფორტი და მაგის შეგრძნები საერთოდ არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან თავისუფლად მიდის. ზედმეტად არ ჯაღჯაღებ, კომფორტულია. ამას სადა აქვს downhill-ი? მე და. და კიდე crowd-ი ერთად არის. ამას სიჩქარეც უნდა ირჩიო. კაი, მოდი. გავასწორებ ხა ესე. აი ეს ხმები. მართალი ყოფილა ვიდეოებში რაც წავა. შორის 250-ს მაინც ქონდა ხმა მუხრუჭების. აქ უფრო ჩუმია. აქ კი არ და ხმა საერთოდ არ ისე მიდის. ხო, მე მართლა. აი ნახე ეს ციმციმაღილა კი ნიშნავს იმას რომ აკონტროლებს, რავი, ABS-ით ხდება ეს. მუხრუჭებით და სენსორებით ყველა საბურავის კონტროლებს. სულის დროსაც შეგილეს ჩიქარის მომატება და თვითონ ხო რა. კი. კონტროლს ხან მინდა რომ სიჩქარეებით სვავლო, რომ ძალიან შემოწუხებელია. ეს ნამდვილად უფრო ჩუმია არის. ცენტრის
გავჩეთ ყველაფერი, დავრჩით ჩვენ და დამადაბლებელი. ეგეც შეგიძლია. ხო. ანუ დაბალ ბრუნზე დიზელის ხმა ფაქტურად არ ისმის. არა, ძრავის ხმა საერთოდ არ ისმის, ხო. ნუ დამადაბლებლად გავჩით, ხა ჩვეულებრივ რეჟიმში ვართ. турბინა რო წნევას ქონდეს. დღე არ დამთავრებულა და ეხლა იწყება მეორე ეტაპი, აგე აკო უკვე დასაქმებულია საბურავის უშვებს. ეხლა იქნება სამოყვარულო შეჯიბრი. მცირე ტრეკი არის მომზადებული, ტრეილი, რომელზეც ეხლა მონაწილეები შეჯიბრებიან ერთმანეთს. ამ გზას გავივლით თავიდან ბოლომდე. აი ტრეს ურტყამთ და ისევ იგივე მიმართულებით ბრუნდებით უკან. ძალიან მტვერია. ფეხითაც სიმტვერია. სუარჩიკის გადაწყვეტების ადიშო. ეს არის ფსიქოლოგიური მომენტია, წინა შეჯიბრის არის. ამით დავყარი ხალხი. ნახე, BP-51-ები აყენია. ომეები. სუხოი ნახე რა ხელა. ო, აი ეს არის სუხოი, რაზეც საუბრობდით. განივი გრადობის სტაბილიზატორი. განივი გრადობის სტაბილიზატორი. ავი ზომა ისე რა აყენია 285, მაგრამ ეს 18-იანი იქნება ალბათ. ხო, 285, 65, 18. დიდი პლუსი ის არის KDS-ის აგე ელექტროი და განივი ჯაღჯაყი აღარა. განივი რაღაც ჯაღჯაყი როგორც ძოლ KDS-ის ის. ვახ, ვინ არის, ვინ განერვიულებს? აგე წეღან რომ მანქანა ვნახეთ. და მარკე თავისი ჭრელათი. ყველაფერი ჩვა. ორი 03 აჩვენა დრო, ჯერჯერობით ყველა საუკეთესო. რა ვიცი, ვი არის ძმა რა. მოგეწონა ანა როგორი არა. ნელა. შენ როგორ როდის ახარ? არ ვიცი. შემდეგ გვერდია ანა. ჰა? სია ხო, შემდეგ გვერდია ანა. ინტერესოა, ეხა პროფესიონალი ავტომობილელის სნეიქას სახელით ცნობილი. 201
მაგრამ ძალიან დრო. ეგ ჯარიმა 5 წამი და 206 ექნება საბოლოო ჯამში. მე მაგარი ბედი მაქვს. თუ გონში გავხდები ხოლმე მაგარი ბედი მაქვს. აია. მე ალბათ ამ ვიდეოს არ ნახავ, მაგრამ ის გამოსვლებზე გავიზარდეთ ჩვენ. ფალავანი დავამატეთ. მე შემოწერეს გამოხვალო და ეს კი კაი. მზადება. ჩვენი ფალავანი ბიჭი. ნახოთ როგორი მძღოლი ხარ. მოდისაკო, კარგად მიდის. კაი. შემარცხინა რა. ვილა წამოვიყვანე. ჩქარა კიდე დისფორა, ჰა. გაუმარჯოს მა. აჰა. აკო ჩიგარო, რა გჭირს. არა და კარგად არის, პოტენციალი აქვს. 5 ჯარიმო. 5 ჯარიმა რა არის? ანუ დროს რო დაგითვლიან მუხრუჩზე გედგას ორი ფეხი. მიდგას კი. ხო. აი ტრეკი გადააკეთა. მოიმე. ბოლომდე დაადგი, ბოლომდე. მიდი, კაია. მიდი აქედან მარჯვნივ ადი, მიდი გაზი, დაადგი. აჰა. დაეშვა. კიდე კაი ჩემი მანქანით არ ხომბოუში. აუხვია და დაადგი. ნანო. აბა დაადგიო და ეგ არის. მიდი გაზვი. ეს რულის გასწორება ავიწყდება ხოლმე რატომღაც. მიდი ახლა გარედან შედი. დაგკეცე, მიდი. აი ყველა ჯარიმდება, გარედან შედი. ნიკოლაუს უთხარი გაზი ბიჭო. მიდი გაზი აუშვი. ეგრე მიდი აქედან გარედან შემოუხვიე. აკუ იმენა ყველა ჯარიმა ირე რაც კი იყო ვაფშე. ტოპ ჯარიმებში ხარ პირველზე. მიდი. აჰა. გადაუარე? ოკეი. აუ შუშა მაინც აგეტია გოგო. შიგნიდან მარცხნივ აიღე, მარცხნივ გადადი მარცხნივ. ბიჭო. ნო მოდი და ანგრევს გზა და მანქანას ერთად. ანან დრო რა გქონდა? 2:24 და 15 ბოძი მოუგლიჯა რა ჩაფხუტი ჩამომივიდა თავზე და რა მნიშვნელობა აქვს აკომ ყველაფერი ვაფშე ტრეკი მოგლიჯა აკომ და წაიღო ეს. აი გახართ რა. შედეგი ახლა უცევ საველე პირობებში წინასწარი. აკომ იარა ყველაზე საუკეთესო დრო 1 და 56. 6 ჯარიმა აიღო. შეჯიბრის ოფიციალური ნაწილი მორჩა და გავდავდივართ შემდეგ ეტაპზე. შეჯიბრი 10 ჩაგვეწარებინოს ბიჭე. განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა ოფროუდერებს და თემაკოს. სტაბური ივენთები გვექნება და კიდევ უფრო კარგ დროს გავატარებთ ხოლმე ერთად. მესამე ადგილზე 2 წუთი და 11 წამით გავიდა ბეჟიდაშვილი გიორგი. მეორე ადგილზე გავიდა მარგებაძე გიორგი ასევე 2 წუთი და 3 წამით. ყველა შეჯიბლის. გიო. მარგე წონაში ვედარიცა მე რა პირველზე. მე ითრედი შემოვიდა. მე ვიყავი ძველი პრადოს წარმომადგენელი ამ შეჯიბზე. 150 მარტო მე ვიყავი და დავიცავი იქნება. პირველ ადგილზე ძალიან პატარა სხვაობით გვაქვს გიორგისთან, ეს არის იორაშვილი თორნიკე.
Რო იყო 2 წუთი 03:47 ხო ნუ ძალიან დიდი განსხვავება იყო რეალურად პირველსა და მეორე ადგილს შორის და აი მაგისტრალია ამას დავიკლებ და მე შევხნე ესენი რეებია ხო პრიზები ჯემპრი მივიღე ზედა მოსასხამი ანუ რა ხდება აბა მოზიდა ბაზარში იყო წასული და მოზიდა რაღაცეები მეორე ნახევრებზე მე მგონი პირველად იზრუნეს ესე სპეციალურად ყველაფერს ახლის მოსასწრაფო ეგეც იყო ის მადლობა აკაკის და უხოთობი ო პლუს ძალიან დიდი პლუსი იყო ისე დროულად მოჩა ყველაფერი და მადლობა ამ სოფროტობის აკაკის და ტოიოტას იმისთვის რომ ეს ყველაფერი მოინდომა ხო ესეც დასრულდა დღევანდელი დღე და მოდი შევაჯამოთ ხო ამ მოკლე ტესტებით Land Cruiser 300 გავტესტე მე პირადად და ძალიან კომფორტულია ოღონდ ძალიან კომფორტულია ხო ძალიან კომფორტულია ოღონდ იცი როგორი მომენტია რო ხუთ ბავშვიანი ოჯახი მოგინდა ხო აი შორგზებზე სადღაც უცახულე ძალიან არ დაიღრა თუ შეში ვახსენე პრობლემა რაც არის ის არის რომ მაგალითად ცოტა თულ რელიეფს ასწავლოთ ძნელი საკონტროლებელია გაბარიტები არა უბრალოდ რამის ედები არებები აი ეს ქვედანაწილი 250 მაგალითად შენ გატესტე და უფრო კომპაქტური ზომის არა შედარებით ძარა და შენს გატესტე ხო შენ საერთოდ კი ნამ დაშალე ის მაგანა კი არ გატესტე ყველა ბოდი მოგვიჯერა კი რავე იყო საუკეთესო დროა ჩვენა ჯარიმა რო არ ქონოდა 6 ფაქტი ერთია რომ ამ მანქანას თუ იყიდით აქ არა ყავს იქეთ რაც იყო ანუ გზა ქალაქში დადიხარ უგზაობაზეც დადიხარ და თუ ჩხარა სადღაც სიარულის მოგინდა მაგას ეგეც შეუძლია ანუ ყველაფერს ერთად გავაზოს უნივერსალური კომბინაცია მაგ მანქანაში და თუ რაღაც კონკრეტული ბიზნესის გინდა მოგება მე უკვე ცალკე მომზადების საკითხია ამიტომ აქვე დავამატებ გამოიწერეთ ჩვენ ერთი და იყიდეთ პრადო 250 აკოს დევიზია ეს მართლა ძალიან კარგად იყო ორგანიზებული დროულად ყველაფერი დროულად ხო გარეშე და მართლა ოჩახ დიდი შრომა ჩადეს მადლობა ამისთვის ასევე მადლობა გადაუხადოთ სპონსორებს რომლებმაც საკმაოდ უხვი პრიზებით დაგვაჯილდოვეს თქვენი ყველას დამსახურება მოსაწონი უნდა აკეთოთ და აი ორგანიზატორი ეს ქართული ჯენტლმენობის გამოსახული მაგალითი იყო ხელს წაუკრავდი მაგრამ ჩაწერაზე ვარ ბიჭები და აი ესე არ გამოგვიძა მადლობა დავამატებ რომ მეგობრებო რო შემოგთავაზოთ ჩვენ ესეთ საინტერესო ვიდეოები თუ მოგეწონათ რა თქმა უნდა გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ვეცდებით რომ კიდე უფრო საინტერესო კონტენტი შემოგთავაზოთ რომელიც ალბათ ბევრი შეფასებით ამ მიმართულებაზე საინტერესოა ხოლმე. ამიტომ ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, რომ ჩვენ შევძლოთ რაღაცა პროექტების განხორციელება. 15000 საშუალე იქნება. მუშაობთ მაგაზე და აქ კარგი საჩუქრები უნდა კი, კარგი საჩუქრებს ვაგროვებთ და